BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. Მივხვდით, რომ ეს არის Tegeta Holding-თან ერთად წამყვანი ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანია საქართველოში და რეგიონში ერთობლივად წარმოებული სატელევიზიო რუბრიკა BMG Auto, რომელთაც გთავაზობთ სხვადასხვა სიახლეებს მსოფლიოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე თემებზე. სწორედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ილონ მასკის საჯარო დაპირისპირება ტესლას არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი აღმოჩნდა, რა დროსაც კომპანიის აქციების შეფასება ერთ დღეში 15%-ით დაეცა. ეხლა ვითარება შედარებით გამოსწორებულია, რადგან ტესლას თითო აქციაზე ფასი ისევ $316-ია, რაც დაახლოებით ის ნიშნულია, რომელზედაც კომპანია საჯარო სკანდალამდე თუ დაპირისპირებამდე იმყოფებოდა. თუ კი გასულ ხუთშაბათს დაფიქსირებულ მინიმალურ ნიშნულს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ტესლას შეფასება 14%-ით არის გაზრდილი. ანუ კორექცია ფაქტობრივად სრულად აღდგა. გნებავთ ანაზღაურებულია, რაც კომპანიის ინვესტორების და მასკისთვის გარკვეულწილად პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს, რომელიც დაკარგული 34 მილიარდის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს. ვითარების გამოსწორდება იმ მოლოდინის გაჩენას უკავშირდება, რომ ტრამპი და მასკი გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ, საჯარო კამას დაასრულებენ, ბოდიში მოიხადა მასკმა, ტესლა სტაბილურად განვითარების საშუალებას მისცემს ეს ყველაფერი, დანარჩენს შევხედავთ. მაისში გლობალური ელექტრომობილების ბაზარმა მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა, გაყიდვებმა 1,600,000 ერთეულს მიაღწია, წლის ჯამური მაჩვენებელი 7,200,000 გახდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-იანს დასწარმოადგენს. აღნიშნული მონაცემები კვლევითმა კომპანია Romotion-მა გამოაქვეყნა. ყველაზე დიდი ნახტომი აჩვენა ჩინეთმა, მხოლოდ მაისში ქვეყანა 1,000,000 ელექტრომობილი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ეს 33%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 10%-ით აღემატება აპრილის შედეგს, იანვრიდან მაისამდე ევროპაში გაყიდვებმა 1,600,000 მიაღწია, რაც 27%-იანი ზრდა არის. გერმანია 45%-იანი ზრდით, ბრიტანეთი 32%-იანი ზრდით, კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა განსაკუთრებით დიდ წინსვლას სამხრეთ ევროპის ქვეყნები აჩვენებენ, ესპანეთში 72%-იანი ზრდა არის, იტალიაში 58%, შეერთებული შტატები, კანადა, მექსიკა 3%-იან ზრდას აჩვენებენ. განსაკუთრებით ძლიერი ვარდნა ფიქსირდება კანადაში, ივი სუბსიდიების დროებითმა შეწყვეტამ, გაყიდვები 20%-ით შეამცირა, შეერთებულ შტატებში მცირედით 4%-ით გაიზარდა გაყიდვები, რაც ფედერალურ საგადასახადო შეღავათებს უკავშირდება, თუმცა ისინი 2026 წლიდან ფაქტობრივად, უფრო ეტაპობრივად გაუქმდება. ელექტრომობილების ბაზარზე კიდევ ერთი კონკურენტი გამოჩნდა. Toyota ოფიციალურად წარადგინა თავისი მესამე სრულიად ელექტრომოდელი BZ5, რომელიც საშუალო ზომის კუპე SUV-ის კატეგორიაშია და აღჭურვილია BYD-ის Blade ბატარეათი. Toyota BZ5-ის 4 ვერსიად გამოდის და ორი ბატარეის ვერსიას აერთიანებს. 65 კილოვატ-საათიანი ბატარეა 550 კილომეტრზე სავალ მანძილს უზრუნველყოფს, ხოლო 74 კილოვატ-საათიანი ვერსია 630 კილომეტრამდე. ორივე ვერსია სრულად დატენვას 27 წუთში ასწრებს. ინტერიერში მთავარი აქცენტი გაკეთებულია ტექნოლოგიურობასა და სიმარტივეზე. ეს დიდი 15,6 დიუმიანი ეკრანი, ციფრული დაფახმოვანი მართვის ფუნქციები, კომფორტისთვის მრავალფეროვანი NEP მოდები, რომლებიც ავტომობილის სალონს დასასვენებელ ზონად აქცევს. ყველა ვერსიას აქვს 9 airbag-ი, მათ შორის გვერდითი და შუა ბალიშები წინამგზავრებისთვის, მოწინავე Toyota Pilot სისტემა 30-ზე მეტი მძღოლის დამხმარე ფუნქციას მოიცავს, ხოლო მაღალი ვერსიები აღჭურვებულია LiDAR-ის სენსორით და მუშაობს Momenta 5-ის პლატფორმაზე, რომელიც ავტომატურ ნავიგაციას უზრუნველყოფს ქალაქის პირობებშიც კი. ეს ბექა ბაციკაძის ნაზრევია და უნდა პატივი ვისცეთ ამ ამბავს მეგობრებო. BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos.